მშვიდობა მოგცეთ მაღალმა ღმერთმა. დღეს ჩვენი შეხვედრის თემა არის, როგორც შევთანხმდით, ჩვენ ჯგუფში ქონა დაწერილი, რა არის ეკლესია და მრევლის ადამიანს, კერძო ადამიანს რა ურთიერთობა უნდა ქონდეს ეკლესიასთან. ხშირად კი არა და პრაქტიკულად ჩვენ ეს არ ვიცით. კი ვიცით, როგორ არ ვიცით, მართალია. ვიცით, მაგრამ საიდან როგორ ვიცით? ჩვენი შინაგანი სინდისის ხმა ვკარნახობს. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და ასე შემდგომ. მაგრამ თვით ძალიან კარგი არის, თუ კი გვეცოდინება ის დეტალები, ანუ გონებრივ ცოდნასაც თუ მივიღებთ. ერთი არის გულისხმიერი, ანუ გულიდან მომავალი ურთიერთობა, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული, ანუ უფრო გრძნობაზე, სიყვარულზე. და მეორე არის გონებრივი, ანუ ცოდნაზე დაფუძნებული ურთიერთობა. თუ სხვათა შორის ღმერთის სიყვარულზე როცა ამბობს, უფალშო ეკითხებიან, რომელიც ხდება უფრო მნიშვნელოვანიო, ნახე როგორ ამბობს, შეიყვარო ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, გონებით, ძალით და სულით. ყველანაირი მნიშვნელობით უნდა გიყვარდეს ღმერთი. იმიტომ რომ მარტო რწმენა ცოდნის გარეშე მიდის ფანატიზმამდე. ცოდნის გარეშე რწმენა მიდის ფანატიზმამდე, რაღაც ავადმყოფურ ქმედებებში გადადის. და ცოდნა თუ გაქვს, შეიძლება რელიგიური ცოდნა გქონდეს, მაგრამ არ ქონდეს რწმენა, ანუ გულიდან მომავალი სიყვარული, ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ჩასაფრებულია ამ პარტავნების ეშმაკი. ამ პარტავნებაში რამე ვიცი და ამ დროს სულიერი მდგომარეობა მას არ ზდებს. გაგაძლიეროთ მაღალმა ღმერთმა და მე თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. მოდი რა არის ეკლესია, მოდი ეს ჯერ ამ კითხვას უპასუხოთ. ჯერ კიდე 64-ში, როდესაც ღმერთმა შექმნა ჯერ ადამი და მერე ადამის ნეკნისგან შექმნა ევა. დედაკაცი. ევა ერქმევა იმ დროს, როდესაც უკვე საჯელი რო გამოეწერა და სამოთხო უნდა დაკარგო და მაშინ ადამი არქმევს სიცოცხლის წყაროს, ანუ ევას დედაკაცს. ჯერ კიდე იქ მოყოლებული, როდესაც მათი თანაცხოვრება იყო ერთობლივ თანაცხოვრება ღვთის წიაღში. უკვე იქიდან არის დასაბამი ეკლესიისა. და ნახეთ, შემდგომ უკვე როდესაც საჯელი მოდის, პირველი, აი ბიბლიას რო გადახედოთ, პირველ თავზე გადაამოწმოთ, ვისაც არ გახსოვთ, აღმოაჩენთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. ადამიანმა როგორც კი სამოთხე დატოვა, რაც პირველი მოემოქმედა, სამსხვერპლო ააგო და მსხვერპლი შეწირა ღმერთს. როდესაც ნოე გადმოდის, აი ნოეს წარღვნის დროს როცა გადმოდის კიდობლიდან წერია პირდაპირ სამსხვერპლო ააგო და მსხვერპლი შეწირა ღმერთს. აბელი და კაენი, უпроსორად კაენი, უფროსი აბელი, მსხვერპლი შეწირეს ღმერთს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ღმერთისადმი მსხვერპლ შეწირვა რო სრულდება, ეს არის რა არის მსხვერპლ შეწირვა, მოდი ჯერ ეს ვთქვა. ეს არის გახსენება იმისა, რომ ჩვენ ვიყავით სამოთხეში დავკარგეთ და გვინდა დაბრუნება. მსხვერპლს წირავთ უფალს, სადაც ვიყავით და რაც დავკარგეთ. სამოთხის გარეთ სრულდებოდა ღვთის შეწირვა, მსხვერპლ შეწირვა. და ეს მერე მოდის და მოდის. ყველა მამამთავარი, რომელიც არის ბიბლიური დაფიქსირებული, ყველა მამამთავარზე არის მსხვერპლ შეწირვების აღსრულება. ა ブラ ამზე კი საოცარება არის მსხვერპლ შეწირვების აღსრულება, საკუთარი შვილის მიყავს მსხვერპლ შესაწირად. აი ისააკი რომ მიყავს. ეს არის წინასახე მამა ღმერთი, ძე ღმერთი ჩვენთვის რომ მერე შეწირავს. ეს არის ა ブラ ამის ქმედება ისააკთან მიმართებაში, რასაც აკეთებს. და მერე მამა ა ブラ ამის ბატკანი როა გამონათქვამი, მერე იქვე ისააკს აღარ წირავს, მერე ბატკანი ცხვარი ნახავსო და იქ შეეწირებაო. ანუ თუ ჩვენ ადამიანები ერთად ვერთიანდებით და არ სრულდება იმ ერთობაში მსხვერპლ შეწირვა, ის არ შეიძლება ეწოდოს ეკლესია და იქ არ შეიძლება იმყოფებოდეს ღმერთი. როდესაც უფალი ამბობს, იესო ქრისტე ჩვენი მაცხოვარი, რომ თუ 2 და 3 შეიკრიბება როგორო ჩემი სახელითო, მეც ვარ დვანდო. თუ გამოაკლებ მაგას იმ ორ სიტყვას ჩემი სახელით, ეგეთი შეკრებების მეტი რა არის, კაცო? კრიმინალებსაც აქვს შეკრება, სატანისტებსა და ეშმაკების შეკრებაც არსებობს, მაგრამ ქრისტეს სახელით სადაც არის შეკრება და რას ნიშნავს ქრისტეს სახელით შეკრება? მსხვერპლ შეწირვა უნდა სრულდებოდეს.
და თუ ძველ აღთქმაში იყო უსისხლობს ხოებს შეწირვა, სისხლიანი უკაცრავად შემეშალა. სისხლიან ხოებს შეწირვა, ანუ იკლებოდა ცხვარიდან ფრინველი. უკვე ახალ აღთქმაში ქრისტეს შემდგომ ხოებს შეწირვა სისხლიანი აღარ არის, ეს არის უსისხლობს ხოებს შეწირვა. რომელიც ჩვენ რო აღვასრულეთ ახლა, წირვა დავამთავრეთ, ხო? ჩვენ ახლა აღვასრულეთ უსისხლობს ხოებს შეწირვა. და სხვათა შორის აი მინდა გითხრათ, რომ ახლა ამის შემდგომ პანაშიც ვიხდით. და ვის პანაშიცაც ჩვენ წირვას ხო მოვიხსენით გარდაცვლილები. მათვისაც იყო, აი თქვენი ძმისთვის და თქვენი გარდაცვლილებისთვისაც შესრულდა ეს წირვა. ამიტომ როდესაც წირვაზე მობრძანდებით, აი შეიძლება ვინმე მარიცოდეს, მინდა ინფორმაციის სახით გითხრათ, შეიძლება ახალი ხართ ვინმე. როდესაც წირვაზე მობრძანდებით და ვიხსენიებთ თქვენს გარდაცვლილს და ასევე ცოცხალს, რა თქმა უნდა. ეს წირვა, ეს მსხვერპლ შეწირვა იმათვის, იმ ადამიანთა სულებისთვის ხდება, ვისაც ვიხსენიებთ. ანუ ქრისტე იწირება იმათთვის, ვინც იხსენიება ამ წირვაზე. ანუ ჩვენი ერთობა სრულდება. ანუ როდესაც ჩვენ ვიხსენიებთ გარდაცვლილებს, მარტო ჩვენ კი არ ვართ ახლა ამ წუთში ერთობის წევრი, ანუ ერთობა, ეკლესია ნიშნავს, რომ გადმოთარგმნოთ სიტყვა პირდაპირ მნიშვნელობით. ნიშნავს ეს ერთობას, მორწმუნეთა კრებულს. და მარტო ჩვენ კი არ ვიმყოფებით ამ ერთობაში, ამჟამად ამ წირვაზე, რომელიც ახლა ჩვენ აღვასრულებთ, ვინც მოვიხსენიეთ. გარდაცვლილები, ისინი ჩვენი ერთობის წევრები არიან. რა თქმა უნდა, უხილავად ბუნებრივი, მაგრამ ღმერთისთვის მკვდარი არავინ არ არის ცნობისთვის. და ეკიდან მოყოლებული, აი მოდის და მოდის თაობიდან თაობაზე, მერე უკვე ეს მსხვერპლ შეწირვის წესები და შემდგომ უკვე, როდესაც მოსემ გამოიყვანა ებრაელი ერი ეგვიპტის ტყუობიდან, გამოსვლა პასეკი ნიშნავს გამოსვლას. პასეკი ითარგმნება გამოსვლას. იქ ხდება მოსეს საუბარი ღმერთთან და ღმერთი ეუბნება მას, რომ პირველი მღვდელმთავარი ოფიციალურად ადგენილი ეს არის მოსეს ძმა აარონი. იქ საინტერესო ფრაზა არის, ჩემთვის ძალიან საინტერესო, ყოველ შემთხვევაში და ვფიქრობ არა მარტო ჩემთვის. მოსე ენაბრგვილი იყო, ანუ ვერ მეტყველებდა კარგად. და მეო კი მარა როგორ უნდა ვიყო მღვდელმთავარიო, როდესაცო ისა როგორ და უწინამძრო ხარსო ენაბრგვილი ვარო. არო შესმაგირად აარონი ილაპარაკებსო და მღვდელმთავრად აარონი იყო დადგენილი. ანუ რა არის იცით, როდესაც საუბარი არის სასულიერო პირზე, ის ფიზიკურად წერია კიდევ ჯულისკენ უნდა იყოს უნაკლო. ისევ როგორც მაგალითად ფიზიკურად უნაკლო და ისევ როგორც მაგალითად როდესაც იქ ცხვარი შეიწირა, როდესაც ეგვიპტელთა ტყუობიდან გამოდიან ებრაელები, უნდა დაეკლათ ცხვარი და ცხვარი უნდა ყოფილიყო უნაკლოვო, იქ მითითებული არის, ანუ რაღაც ხარვეზე ან ყოჭლი, ან თვალის დაზიანება, ან რაღაცა დაზიანება, ფიზიკურად არ უნდა ქონოდა და ძვალი არ უნდა გატეხილიყო. კიდე ეს წინასწარმეტყველება იყო სხვა თემა, მე ეს სხვაგან წავიყვანს ეს საუბარი და მე ამაზედაც ვისაუბროთ. და ესეთი უნაკლო, ფიზიკური უნაკლო უნდა იყოს მღვდელი, როგორც ჩანს ჩემ მღვდელმთავარს, მაკურთხევ მღვდელმთავარს ჩემთან მიმართებაში გამოეპარა ესა და არ მიაცია ყურადღება. ხო, ღმერთმა აი გაგაზრდა, მე უკვე არსდება ეკლესია. აარონიდან მოყოლებული ოფიციალურად, ანუ სტრუქტურა იქნება. აი ოფიციალური სტრუქტურა, მღვდელმთავარი, მგლები და ასე შემდგომ. ლევიტელთა შტო იყო ეკლესიის წარმოადგენლები. ლევიტელთა შტოს მიწას არ მიეცა. აი როცა გადანაწილდა მიწები, ბოლოს ლევიტელთა შტოს მიწა არ მიუციათ. რატომ? იმიტომ რომ დანარჩენი 11 შტო მიაცეც უხდიდა მათ. ანუ ეს შტოც კი მონაწილეობდა შეწირვაში. ანუ ის შესაწირ, რასაც ვიღებთ ჩვენ ეკლესიისთვის. ეს არის ხუებ შეწირის, აი როგორ თქვა, აი ფიზიკური, მატერიალური მხარე, ჩვენ ვიღებთ ხოლმე ღვთის სახელით მსხვერპლს გავიღებთ ხოლმე, შესაწირს ვიღებთ ხოლმე და ასე ვცხოვრობთ. ეს არის ღვთის კანონი, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად და გვახსოვდეს ის, რაც დავკარგეთ, რატო დავკარგეთ და როგორ უნდა დავიბრუნოთ.
ამისთვის ჩვენ ვიღებთ, სხვებს გავიღებთ, სხვებს შეწირვას ვასრულებთ და მონაწილეობთ სხვებს შეწირვაში, ანუ მონაწილეობთ ლიტურგიაში. მერთვა დალოცვილი გამყოფო და გაგაზიაროთ უფალმა.